ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ამის შესახებ სერგეენკომ იმ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი უკვე მეორე დღეა მსჯელობს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, C ჰეპატიტის სამკურნალო ყველაზე მოკლე კურსი 12 კვირიანია და მისი საბაზრო ღირებულება $84,000 შეადგენს, რითიც ამ ეტაპზე უკვე 5,000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი ჩატარებულ სამუშაოებს და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამწუხაროდ დადასტურდა, რომ საქართველოში ავადობა ისევ მაღალი არის, სიხშირე არის 7,1% მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა რეგიონებში ძალიან განსხვავებული მდგომარეობა არის და გამოკვეთილი არის რეგიონები, სადაც ავადობა მართლაც ძალიან მაღალი არის. გასაშოვებული არის 7,1, ბოლო კვლევაში იყო 6,7, რაც ნიშნავს, რომ მოიმატა ავადობამდე. ეს პროექტი მართლაც უმნიშვნელოვანესი, კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ უმნიშვნელოვანესი არის მოსახლეობისათვის. არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც საქართველოში დაიწყო დაახლოებით 5,000 ადამიანი განიკურნა სრულიად. თქვენ იცით, რამდენად ძვირი ღირს ეს პრეპარატები და მკურნალობა. ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც C ჰეპატიტით არის დაავადებული, თუმცა მათ აქვთ რეალური შესაძლებლობა, რეალური შანსი, რომ სრულიად განიკურნონ და ამაში არც ერთი თეთრი არ დაეხარჯათ.